მშვიდობა, ძმებო, დებო, ასნობებო, უსნობებო, ღმერთმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და ერთ საგალობელი მინდა ვიგალობო და ამას მინდა წინ წავყოლიო, რაც დასაწყისში იყო სიტყვა. ქრისტეს სიტყვებიდან ბიბლიიდან წავიკითხავ ერთ მუხლს. იოანეს მე-14 თავის მესამე მუხლი. იესო ეუბნება მოწაფეებს. თქვენ უკვე წმინდანი, არა, განწმენდილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით. ესე იგი, წმინდა ღმერთის სიტყვას ვკითხულობთ, ის გვწმინდავს, ის რაღაცას გვიკეთებს. და ასე მოციქული პავლე ამატებს თავის ეპისტოლეებში, წერილებში. და უხვად დამკვიდრდესო ღმერთის სიტყვა თქვენში. უხვად. კარგად. განიბანენით. არ მოკლებოდეს, როგორც ჩვენ სხეულს ყოველთვის აბაზანა, აი ასე ჩვენ სულს ღმერთის სიტყვა. აი ამ საგალობელს ქვია ღმერთო მხოლოდ ერთი მსურს მე. ღმერთო მხოლოდ ერთი მსურს მე. წმინდა ვიყო შენ წინაშე. ცეცხლის ალში გამატარე დამიდგული გამიწმინდე გამბანე მე შიგ და გარე და თუ ცეცხლში გადამატნე რომ ცოდო აგული სიღრმეში გაქრეშენში თუ გინდ მომცეს ამ ქვეყანა წარმატება და სიმდიდრე მირჩევნი ამ მხოლოდ მქონდეს წმინდა გული შენ წინაშე გამბანე მე შიგ და გარე და თუ ცეცხლში გადამატნე რომ ცოდო აგული სიღრმეში გაქრეშენში ღმერთო მხოლოდ ერთი მსურს მე წმინდა ვიყო შენ წინაშე ცეცხლის ალში გამატარე დამიდგული გამიწმინდე გამბანე მე შიგ და გარე და თუ ცეცხლში გადამატნე რომ ცოდო აგული სიღრმეში გაქრეშენში ამინ გაქრეს ჩვენში იესო ქრისტეს სახელით სული წმინდის ძალით და მეშვეობით ღმერთის სიტყვის თანახმად აბა ჰე და აბა ჰო უხვად დამკვიდრდეს ღმერთის სიტყვა ჩვენს გულებში და იესოს სიტყვები თქვენ წმინდანი ხართ იმ სიტყვით რომელიც გითხარით ღმერთმა გაკურთხოთ დაგლოცოთ აბა ჰე და აბა ჰო კარგად მომავალ შეხვედრამდე